უახლოეს ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდება ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობა, რჩევა, ზოგადი ენერგიები. პირველი, მეორე ვარიანტი. დამიწერეთ რომელი ვარიანტი აირჩიეთ, ყვითელი ფერის არის პირველი, ლურჯი ფერის მეორე ვარიანტი. გახსოვდეთ, რომ ვიდეო აქტუალურია მაშინ, როდესაც შეგხვდებათ, არ აქვს მნიშვნელობა, როდის, რა პერიოდში, რა ვადაში. არ დაგავსდეთ ჩემი გვერდის გამოწერა, ჩემი წახალისებისა და სტიმულისათვის. პირად კონსულტაცია ჩასაწერად შეგიძლიათ Facebook მაყურებელმა პირად Facebook გვერდზე მომწეროთ, ან WhatsApp-ზე და Viber-ზე. დავიწყოთ ზოგადი ენერგიებით. უახლოეს ერთი კვირის განმავლობაში თითქოს აქტუალური შეიძლება იყოს საქმიანი კუთხე, ან კოლექტიური, სამსახურებრივი სიტუაციები, ან ოჯახური სიტუაციებიც, ანუ რაღაცა სიტუაციების გარჩევა მოგიწიოთ, საუბარი მოგიწიოთ, ვიღაცასთან შეხვედრა მოგიწიოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ოღონდ ერთ-ერთზე კი არ იქნება ეს შეხვედრა, ანუ კოლექტიური მასშტაბური ცვლილება შეიძლება იყოს, ბევრი ადამიანის წრეში მოგიწიოთ ყოფნა. ეს უფრო საქმიანი ფინანსური სიტუაციებთან არის დაკავშირებული და არა მაინც რომანტიკულ რაღაც ურთიერთობებთან. შეიძლება დიდი ხნის ნათესავები ნახოთ უბრალოდ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, პირად ურთიერთობებში კვირა საკმაოდ აქტიური გექნებათ, მოდუნების საშუალებას არ გეძლევათ, ხედავ თქვენს აქტიურ შემართებას, შეიძლება აქ ზოგადად პიროვნება იყოს, ვინც აქტიურად მოიწევს თქვენსკენ ინიციატივები გამოხატოს, იბრძოლოს, რაღაც ესეთი მოულოდნელი გამოჩენაც გქონდეს შესაძლებელია აქ, რაღაც საკითხები გადაწყდეს თქვენს პირადში, რაღაცეები გაირკვეს და განათლდეს და წერტილი დაესვას ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. აქ ერთი კვირის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება, როგორც გითხარით, რაღაცებს ფარდა აეხდება. ასევე აქტიური, ანუ თუ ვიღაცისგან კონტაქტს ელოდებით, კომუნიკაცია იქნება. შესაძლებელია ცოტა კონფლიქტურ, კამათური, აგრესიული ენერგიებიც წამოვიდეს პირადში თქვენთან ერთი კვირის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება ჯანმრთელობას. ჯანმრთელობაზე შეიძლება გადაიღალოთ და მოგიწიოთ დასვენება, იძულებითი დასვენება, მაგალითად წამოწოლა, თავის ტკივილი შეიძლება გქონდეთ. შესაძლებელია ჯანმრთელობის კუთხით რაღაცა არის ძალიან დიდი ხანია გაწუხებთ და ვერ მოიშორეთ თავიდან და თითქოს ამ კვირაში შეიძლება თავი წამოყოს რაღაცა ნეგატიურმა, ტოქსიკურმა სიტუაციამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ფრთხილად იყავით, მაინც ძალიან მეტად არ გადაიღალოთ, თუ დაიღლებით, დაისვენეთ, მოდუნდით თავს ძალას დაატანთ. რაც შეეხება რჩევას თქვენთვის ერთი კვირის განმავლობაში, რჩევა ესეთია, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლებელია აქ როგორც გითხარით, რაღაცა შემოთავაზება, რაღაცა საკითხი იყოს, რაღაც საკითხზე საუბარი, მაგრამ იჩქარეთ გადაწყვეტილების მიღებას, კარგად დაწონეთ, კარგად დაფიქრდით, აქ ლოგიკას დაეყრდენით, უფრო მეტად რაციონალურობა შემოიტანეთ თქვენს ცხოვრებაში ერთი კვირის განმავლობაში, დაიცავთ პირადი ინტერესები, პირადი საზღვრები, საკუთარი თავი, აქ რამე სიახლის მიღების დრო ჯერ არ არის, ჯერ აქ კარგად უნდა განისაზღვროს პერსპექტივები სამომავლოდ, ანუ თქვენს რა გაწყობთ, თქვენ როგორ გინდათ. ემოციურ ფონზე გადაწყვეტილებებს მიიღებთ, პირიქით მეტად ჩაკეტილებიც კი იყავით რაღაც სიტუაციებთან და თავიც დაიცავით, თუ ამის საჭიროება მოიტანა ერთი კვირის განმავლობაში მდგომარეობა. ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, მოკლედ ჯერ ვიწყებთ ზოგადი ენერგიით. მეორე ვარიანტ ზოგად ენერგიაში ახალი პერსპექტივა გიჩანს, სხვათა შორის. შესაძლებელია აქ იყოს როგორც ფინანსური სიტუაციების მიღება და შანსი რაღაცა სამსახურის მაგალითად, ან გარკვეული ფინანსური დახმარების, ან რაღაც მატერიალური სარგებლის, ასევე უბრალოდ ვიღაც მოვიდეს პიროვნება და გითხრათ, რომ მე რაღაც ურთიერთობის შემოთავაზებას გაძლევ და დაფიქრდი. ანუ ცოტა მომგებიან სიტუაცია შეიძლება გაჩვენოთ. ან შეიძლება უბრალოდ საჩუქარიც მიიღოთ ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა ის შანსი, რაც გეძლევათ, ახალ კარში შესასვლელი და ახალ თავგადასავლის დაწყების საშუალებას გაძლევთ თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ დაფიქრდით, მიიღებთ თუ არა ამ შემოთავაზებას და ამ შანსს. ღირს განხილვათ, არც ისე ცუდი ვარიანტი არ არის, რაც ყურადღებით იყავით მოკლედ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, აქ
აქ ცოტა ცეცხლოვანი ენერგიები ტრიალებს, თავად თქვენ შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში მოექცეთ ყურადღების ცენტრში საპირისპირო სქესისგან და იგრძნოთ აქტიური ყურადღება, აქტიური ინიციატივები წამოვიდეს, რაღაც ისეთ თავდაჯერებულები სექსუალურებით შეიძლება იყოს და აი თვითშეფასება ერთიურად აგიმაღლდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ქალები მიყურებთ რომ კაცი, ან ვიღაცისგან ყურადღება ძალიან გესიამოვნებათ. ეს ერთი მომენტი. აქ ასევე როგორც გითხარით, ჩანს კონკრეტული პიროვნება თქვენს გვერდით და მისი მხრიდანაც შეიძლება ყველაფერი გააკეთოს თქვენი ყურადღების მისაქცევად და შეიძლება ცოტა მანიპულატორული ენერგიებშიც კი გადავიდეს, ანუ ესე რომ ვთქვათ, კარიდან რომ გავუშვათ ფანჯრიდან შემოვიდეს, ფანჯრიდან გავუშვათ ჭერიდან ჩამოვიდეს. შეიძლება ესეთი მომენტები იყოს, იმიტომ რომ ჯიუტი ადამიანია და საკმაოდ თავდაჯერებულად მოიწევს თქვენსკენ. თუ დაჭირდა, რა თქმა უნდა, ამიტომ მანიპულატორი რომ რაღაცისთვის ჭირდება ეს ყველაფერი ის არ არის უბრალოდ ანგარებისთვის და მისი კეთილი სურვილებიდან გამომდინარე, მხოლოდ ეგოისტურად მოქმედებს, ცოტა არ იყოს. პრინციპში არც თქვენ არ ახართ ეხლა სუსტი ადამიანები, აქ რო გიყურებთ და არ არის ის სიტუაცია, რომ ვაიმე ვინმეს თავი დააჩაგვრინოთ, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით და ეს არის რომ სწრაფად არ განავითაროთ ურთიერთობები ამ ერთი კვირის განმავლობაში პირადში, იმიტომ რომ შეიძლება როგორც ჩქარევე აინთოს, ურთიერთობა ისევ მალევე ჩაიწვას და მასთან იყავით ყურადღებით. ჯანმრთელობას რაც შეეხება. ჯანმრთელობაზე წნევებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, ან თუ ახალი ან დაბალი, წნევის სიტუაციებს დააკვირდით, დააბალანსეთ. შესაძლებელია თავის ტკივილები გქონდეთ და უმიზეზოთ და ვერ იგებდეთ რა გჭირთ. აქ რაღაცა მკურნალობის სიტუაციაც არის, ან წახვიდეთ რამე პროცედურა შეიძლება ჩაიტაროთ ერთი კვირის განმავლობაში, ან უბრალოდ რამე მედიკამენტი მიიღოთ გამოჯანმრთელების კუთხით, ეხლა რამე საშინელი სიტუაცია არაჩანს, უფრო აი რაღაც შეიძლება პერიოდულად ქრონიკული გაწუხებთ და გამოვლინდეს ეხლა თავიდან ის სიტუაცია. შესაძლებელია ჯანმრთელობაში კიდე ან ფეხთან იყავით ყურადღებით, ან ხელთან შეიძლება პრობლემური იყოს, ანუ რაღაცა შეზღუდვას ვხედავ ჯანმრთელობის კუთხით, რომ თითქოს ბოლომდე სრულფასოვნად ვერ გრძნობთ თავს ჯანმრთელობასთან მიმართებაში ერთი კვირის განმავლობაში, რაღაცა რომ გაკლია, რაღაცას რომ ვერ ახერხებ, ანუ სრულფასოვნად არ გრძნობთ თავს და გაფრთხილდით, მიაქციეთ ყურადღება მოკლედ თქვენ ჯანმრთელობას. რაც შეეხება რჩევას. რჩევა ესეთი იქნება თქვენთვის, რომ დაიწყეთ ახალი თავგადასავლები, პრინციპში კვირის ენერგიაშიც იგივე ამოგივიდათ, რომ შანსი გეძლევათ და რჩევაც ესეთია, რომ მიიღეთ ეს შანსი და წადით, გარისკეთ, ლაღათ თავისუფლად, გამოდით კომფორტის ზონიდან, ნუ გეშინიათ ზოგჯერ გახვიდეთ და სიცივეში შეეჯახოთ სიტუაციებს, რადგან ეს უფრო მეტ გამოცდილებას შეგძენთ, უფრო მეტ ახალ პერსპექტივებს მოგიტანთ და საბოლოო ჯამში თქვენთვის სასარგებლოდ შეიძლება დასრულდეს. ამიტომ წადით, მიენდეთ სიტუაციას, ბევრი არ იფიქროთ, აი როგორ განსაზღვრო, აი მომავალში რა იქნება, რისკებზე ფიქრი ბევრი არ გინდათ. უბრალოდ მიენდეთ შინაგან ხმას, შინაგან გამოცდილებას. ანუ აი ეს პირველად იმპულსს მიყევით. მეორე ვარიანტი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ისევ და ისევ, თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ, დამიწეროთ კომენტარში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ. მადლობა ყურადღებისთვის.